ნალექი, რომელიც 100 წელია არ მომხდარა. ტემპერატურა, რომელიც ისტორიას არასდროს უნახავს. ტორნადოები, რომლებიც ქალაქებს ანადგურებენ. ყოველ დღეს სტიქიის ახალი დარტყმა. არგენტინა, იტალია, რუსეთი, ამერიკა, საფრანგეთი. ეს ერთ კვირაში მომხდარი სტიქიური უბედურებების ქრონიკაა. სინამდვილეში კი ეს მომავლის ქრონიკაა. მაგრამ რატომ იგნორირდება ასე დაჟინებით კაცობრიობაზე დაკიდებული გლობალური პრობლემა? დღეს თქვენ ამ კითხვაზე პასუხს მიიღებთ. ამერიკის შეერთებული შტატები. ძლიერი შტორმების სისტემამ შეერთებული შტატების ცენტრალურ და აღმოსავლეთ რეგიონებს გადაუარა, რამაც რამდენიმე ათეული ტორნადოს ფორმირება გამოიწვია. ყველაზე მეტად კენტუკის შტატი დაზარალდა, სადაც კატასტროფას 23 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომელთა უმეტესობა ლორელის ოლქში დაიღუპა. ღამით, სანამ მაცხოვრებლებს ეძინათ, ლონდონის სამხრეთ ნაწილში ძლიერმა F3 კატეგორიის ტორნადომ გადაუარა, რომელმაც უბნები გაანადგურა, კვარტლები დაანგრია, მანქანები დააზიანა და ნანგრევები 100 მეტრის მანძილზე მიმოფანტა. თვითმხილველებმა, რომლებმაც შტორმის დროს დერეფნებსა და სარდაფებში შეაფარეს თავი, ქალაქი საომარ ზონას შეადარეს. ლონდონ კორბინის აეროპორტში ტორნადომ რამდენიმე თვითმფრინავი დააზიანა და სამედიცინო ვერტმფრენი მთლიანად გაანადგურა. კიდევ ერთი ძლიერი F3 კატეგორიის ტორნადო მისურის შტატის ქალაქ სენტ-ლუისს დაატყდა თავს. დაახლოებით კილომეტრ-ნახევარი სიგანის მორევმა, რომლის ქარის სიჩქარე საათში 240 კილომეტრს აღემატებოდა, ურბანული ტერიტორიები და გზად ყველაფერი გაანადგურა. ტორნადომ 5000-ზე მეტი შენობა დააზიანა. მერმა ის ქალაქის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დამანგრეველ შტორმად შეაფასა. 5 ადამიანი დაიღუპა, 38 კი დაშავდა. ილინოისის შტატს უილიამსონის ოლქს ძლიერი F4 კატეგორიის ტორნადო დაატყდა თავს, რომლის ქარის სიჩქარე 300 კმ/სთ აღემატებოდა. რადგან ქარიშხალი ძირითადად ტყიან და მეჩხრად დასახლებულ ტერიტორიებზე გადადიოდა, ზიანი მინიმალური იყო. ტორნადომ ასევე დააზარალა ბალტიმორი, მერილენდის მთავარი პორტის ქალაქი და ეკონომიკური ცენტრი, F1 კატეგორიის ტორნადომ, რომლის ქარის სიჩქარე 180 კმ/სთ-მდე იყო. მჭიდროდ დასახლებულ უბნებს გადაუარა და თითქმის 9,5 კილომეტრის სიგრძის განადგურების გზა დატოვა. ასეთი მოვლენები უკიდურესად იშვიათია ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში. ქარიშხლის სისტემას ასევე თან ახლდა უჩვეულოდ დიდი სეთქვა, ზოგანად სანტიმეტრ დიამეტრის, რამაც ტეხასიდან ოჰაიომდე ტერიტორიები დააზარალა. ჩიკაგოში იშვიათი მტვრის ქარიშხალი მოხდა, ილინოისის გამხმარი მინდვრებიდან ძლიერი ქარის მიერ წამოსულმა მტვრის სქელმა კედელმა სწრაფად მოიცვა ქალაქი. რამდენიმე წუთშიცა დაბნელდა და ხილვადობა თითქმის ნულამდე დაეცა. მსგავსი მოვლენა ქალაქში თითქმის 90 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა. რუსეთი. რუსეთში მძლავრი ხანძრები კვლავ ანადგურებს ტრანსბაიკალიის რეგიონს, სადაც ფედერალური დონის საგანგებო მდგომარეობა თითქმის ერთი თვეა მოქმედებს. 20 მაისის მონაცემებით ხანძრის შედეგად დაზარალებული ფართობი 670,000 ჰექტარს აჭარბებს. ხანძრის ფრონტი ჩიტას, ზაბაიკალსკის მხარის დედაქალაქს მიუახლოვდა. მთელი რეგიონი სქელი კვამლითაა დაფარული, ჰაერში თვის სუნი დგას, ცაკი მკვრივი ნაცრისფერი ნისლითაა დაფარული. ეს არის რეალობა, რომელშიც დღეს ტრანსბაიკალიაში ასობით 1000 ადამიანი ცხოვრობს. რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან თითქმის 2000 მეხანძრე, ტექნიკური აღჭურვილობით, მათ შორის თვითმფრინავებით, გაგზავნილია რეგიონში ხანძრის ჩასაქრობად. თუმცა ხანძრის ლოკალიზების მცდელობები ჯერჯერობით წარუმატებელია, ხელს უშლის უხეში რელიეფი, ძლიერი ქარი და ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ნალექების სრული არარსებობა. სულ რაღაც 50 დღეში ხანძარმა 1,07,000 ჰექტარზე მეტი გაანადგურა, თითქმის 20-ჯერ მეტი, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. და ეს მხოლოდ ხანძრის სეზონის დასაწყისია. საფრანგეთი. L'orage a été fulgurant.
14 მაისს საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ლა-ბარბენის ზოოპარკში საგანგებო ინციდენტი მოხდა. უეცარი ჯექა ქუხილის დროს ელამ მიწას დაარტყა ვიზიტორთა ჯგუფთან ახლოს. ელექტროგანმუხტვის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. ერთი ქალი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. დანარჩენი 12, მათ შორის 4 ბავშვია, ასევე საავადმყოფოშია გადაყვანილი. 19 მაისს ოქსიტანიის რეგიონს ძლიერი შტორმი დაატყდა თავს. ტულუზაში ძლიერი ჯექა ქუხილის შემდეგ დაზიანებული სახურავების და წყალდიდობის გამო რამდენიმე სკოლა იძულებული გახდა რამდენიმე დღით დაეხურა. მოსწავლეები სასწრაფოდ ევაკუირებული იყვნენ. შტორმის შედეგად რეგიონში რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა. ბორდო-ტულუზის მაღალსიჩქარიან მარშრუტზე ლიანდაგების ქვეშ დაახლოებით 2 მეტრის სიღრმის ორმო წარმოიქმნა. ტრაგედია ძლივს აიცილეს თავიდან მატარებლის მემანქანის სწრაფი რეაგირების წყალობით, რომელმაც მატარებლის დროულად გაჩერება მოახერხა, თუმცა რამდენიმე ვაგონი მაინც გადავიდა ლიანდაგიდან. ყველა 508 მგზავრის ევაკუაცია მხოლოდ 4 საათის შემდეგ მოხდა. ტულუზას, ბორდოსა და პარიზს შორის მაღალსიჩქარიან ხაზზე მგზავრობა რამდენიმე დღით სრულად შეჩერდა. ტონენის ქალაქში ათობით სახლი დაიტბორა. ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტერიტორიაზე ადრეც მომხდარა წყალდიდობა, არავის ახსოვს ამ მასშტაბის წყალდიდობა. წინასწარი შეფასებით, პოტენციური ზარალი ასობით 1000 ევროს შეადგენს. შტორმმა თან მოიტანა დიდი სიტყვა, რომლის დიამეტრი ზოგიერთ რაიონში 7 სანტიმეტრს აღწევდა. ტულუზას სამხრეთით მდებარე 164 ავტომაგისტრალი უზარმაზარმა სიტყვამ მოიცვა, რამაც მოძრაობა სრულად შეაჩერა. სულ რაღაც 20 წუთში ლეფოგას კომუნაში ძლიერმა სიტყვამ გაანადგურა მრავალდღიანი მუშაობის შედეგი. საფრანგეთის ერთ-ერთმა უძველესმა სანერგემ, ბოდიუკმა, რომლის ისტორია 200 წელზე მეტს მოიცავს, მძიმე დანაკარგები განიცადა, თითქმის ყველა მცენარე დაზიანდა. ლოტე-გარონის დეპარტამენტში ძლიერმა ღვარცოფმა მზესუმზირის, სიმინდის და სოიოს მოსავალი გაანადგურა. მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა არმანიაკისა და ტურსანის ცნობილ ვენახებსაც. იმ დღეს საფრანგეთში 22,000-ზე მეტი ელვის დაცემა დაფიქსირდა. 20 მაისს პროვანსის რეგიონში უარის დეპარტამენტს უკიდურესად ძლიერი შტორმები დაატყდა თავს, რამაც რამდენიმე ქალაქში სასიკვდილო წყალდიდობა გამოიწვია. მხოლოდ 1 საათში ლელავანდუს კომუნას 5 თვეზე მეტი ხნის ნალექი დაატყდა თავს 255 მილილიტრი. ნიაღურებმა გზები დააზიანა, ხიდები კი წაიღო. მერმა მოვლენას მძვინვარე, ძალადობრივი, გაუგებარი ფენომენი უწოდა. სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 3 დაკარგულად ითვლება. იტალია. ხუთმეტ მაისს სიცილია ციკლონ ინესის ტყვეობაში მოექცა. რეგიონის დიდი ნაწილი ძლიერმა წვიმამ, 100 კმ/სთ მეტი ქარიშხლის სიმძლავრის ქარმა და ძლიერი შტორმულმა ტალღებმა მოიცვა. ტრაპანის პროვინციაში სულ რამდენიმე საათში 7000-ზე მეტი ელა დაფიქსირდა. მარსალაში ქუჩები რამდენიმე წუთში მძვინვარე ნაკადულებად გადაიქცა, რამაც მოძრაობა მთლიანად შეაჩერა. მაზარა-დე-ლოლოს კომუნაში საცხოვრებელი კორპუსის სახურავი ჩამოინდრა, საბედნიეროდ მსხვერპლი არ დაფიქსირებულა. პალმა-დი-მონტე-კიაროს მუნიციპალიტეტი და უკიდურესად ძლიერმა დაღმავალმა ნიავმა დააზარალა, უეცარმა ძლიერმა მიკროაფეთქებამ მნიშვნელოვანი ნგრევა გამოიწვია. რამდენიმე საათის განმავლობაში ზედიზედ გამძვინვარებული შტორმის შედეგად სიცილიის დედაქალაქი პალერმოც დაიტბორა. მესინა-პალერმოს ხაზის ყველა მატარებლის მოძრაობა გაუქმდა. ტრაბიას კომუნაში ძლიერმა წვიმამ ქუჩების სწრაფად ადიდებულ ნაკადულებად აქცია. ახალგაზრდა ქალი დატბორილ ვაგონში აღმოჩნდა და დამოუკიდებლად ვერ გამოვიდა. საბედნიეროდ, მაშველები დროულად მივიდნენ. ციკლონ ინესის ნელმა მოძრაობამ ძლიერ წვიმებთან ერთად უკიდურესად სახიფათო სიტუაცია შექმნა, მოხდა ფართომასშტაბიანი წყალდიდობა და მეწყერის რისკი კრიტიკულ დონემდე გაიზარდა. სიტუაციას კიდევ უფრო უჩვეულოს ხდის ის, რომ ასეთი ძლიერი ციკლონები მაისში სიცილიისთვის დამახასიათებელი არ არის. წლის ეს დრო, როგორც წესი, თბილი, მშრალი, თითქმის ზაფხულის მსგავსი ამინდით ხასიათდება. ალჟირი. 15 მაისიდან დაწყებული ძლიერი წვიმები ალჟირის რამდენიმე პროვინციას შეეხო, რომელიც ბოლო დროს გვალვას განიცდიდა, რამაც მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია. ყველაზე მეტად ჯელფას პროვინცია დაზარალდა, წყლის ნაკადმა საცხოვრებელი ადგილები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა დატბორა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
ზოგიერთ რაიონში ძლიერ წვიმებს ძლიერი სიტყვაც ახლდა თან, რამაც სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა. სამაშველო ჯგუფებმა დატბორილ მანქანებში ჩარჩენილი რამდენიმე ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს და სწრაფად გადაიყვანეს უსაფრთხო ადგილას. ჯელფას რაიონში ერთ-ერთ გზაზე მოძრავი ავტობუსი ძლიერმა წყალდიდობამ გადააბრუნა. ინციდენტს 4 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 33 მგზავრი დაშავდა და მძიმე ტრავმები მიიღო. სელმანას მუნიციპალიტეტში 13 წლის ბიჭი დიდი სიტყვის შედეგად დაშავდა. სამწუხაროდ ყველა მცდელობის მიუხედავად ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. არგენტინა 15 მაისიდან დაწყებული ბუენოს-აირესის პროვინციის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ძლიერი წვიმა დაიწყო. რეგიონი, სადაც 6 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, დაზარალდა. 2 დღის განმავლობაში ზოგიერთ რაიონში 400 მმ-ზე მეტი ნალექი მოვიდა, 4-ჯერ მეტი ვიდრე მთელი მაისისთვის საშუალო მაჩვენებელი. ხანგრძლივმა წვიმებმა უპრეცედენტო წყალდიდობა გამოიწვია, რამაც რამდენიმე დაზარალებულ რაიონში დაახლოებით 7000 ადამიანის ევაკუაცია გამოიწვია. რამდენიმე მუნიციპალიტეტში სასწავლო წელი დროებით შეჩერდა. ქალაქებსა და გზატკეცილებზე სატრანსპორტო მომსახურება მთლიანად დაიბლოკა. რეგიონის სიმინდისა და სოიოს მოსავალი მნიშვნელოვნად დაზარალდა. სალტოსა და როქსასის ქალაქებში მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა სამრეწველო და კომერციულ სექტორებს. სარანდის მუნიციპალიტეტში წყალდიდობის დონე სახლებში 2 მეტრს მიაღწია, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის ქონებისა და პირუტყვის სრული განადგურება გამოიწვია. 3 ადამიანი დაკარგულად ითვლება მას შემდეგ, რაც ძლიერმა დინებამ ისინი ნაკადულის გადაკვეთის მცდელობისას წაიღო. ექსპერტების თქმით, ეს შტორმი უფრო ძლიერი იყო და უფრო დიდ ხანს გაგრძელდა, ვიდრე ყველა წინა. ვიეტნამი ჩრდილოეთ ვიეტნამში ძლიერმა წვიმებმა უეცარი წყალდიდობა და ფართომასშტაბიანი მეწყერი გამოიწვია. სტიქიამ სერიოზული ზიანი მიაყენა, დაიტბორა და დაზიანდა სახლები, განადგურდა ხიდები და გზების მონაკვეთები. მნიშვნელოვნად დაზარალდა სოფლის მეურნეობა, დატბორილია მოსავალი, ასობით პირუტყვი და ფრინველი დაიღუპა. ზოგიერთი თემი იზოლირებული დარჩა გარე სამყაროსთან. 16 მაისს ლაიჩაოს პროვინციაში ძლიერი მეწყერი მოულოდნელად დაეცა ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო ობიექტზე, რამაც ტრაგიკული შედეგები გამოიწვია. ტრაგედიის შედეგად ადგილზე 5 მუშა დაიღუპა, ხოლო 4 სხვა დაშავდა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით. 17 მაისს ბაკკანის პროვინციაში უეცარი წყალდიდობა მოხდა, წყალი უპრეცედენტო სიჩქარით აიწია. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა აღნიშნეს, რომ რეგიონის ისტორიაში წყლის დონე არასდროს ამაღლებულა 1 მეტრამდე 9 საათზე ნაკლებ დროში. სტიქიამ 4 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ასევე არიან ადამიანები, რომლებიც დაკარგულად ითვლებიან. კლიმატური კატასტროფების შესახებ კიდევ ერთი ვიდეოს ნახვის შემდეგ შესაძლოა გასაგები მიზეზების გამო დაფიქრდეთ, რატომ არის იგნორირებული მთელი კაცობრიობის წინაშე არსებული ასეთი აშკარა საფრთხე? რატომ არ მიიღება სასწრაფო ზომები? თუ ეს შეშფოთება თქვენშიც იგრძნობა, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ხართ ადამიანი, ვისთვისაც სინდისი და სიმართლის ძიება მხოლოდ ცარიელი სიტყვები არ არის, არამედ რეალური მნიშვნელობით სავსეღირებულებები. მაგრამ შეგიმჩნევიათ, რომ ფაქტიურად 2 დღის შემდეგ პრობლემის აქტუალობა ქრება? ის, რაც დღეს გასაგები, მნიშვნელოვანი და დაუყოვნებლივი მოქმედების მომთხოვნი ჩანდა, რატომღაც შორეულად გვეჩვენება და გარკვეული დროის შემდეგ კარგავს აქტუალობას, ჩვენი გონება უბრალოდ სხვა რამეზე გადადის. რატომ ხდება ეს? ეს ჩვენი ფსიქიკის მექანიზმია. როდესაც საშიში ინფორმაციას ვაწყდებით, განსაკუთრებით იმ პრობლემებზე, რომლებზეც გავლენის მოხდენა უძლური გვეჩვენება, ჩვენი გონება ცდილობს დაიცვას თავი. ის გვერდზე გადადებს შემაშფოთებელ ინფორმაციას და ჩურჩულებს, მოგვიანებით. ახლა არა. ეს მე არ გეხებათ და ჩვენც ვემორჩილებით მას. ამ ფსიქოლოგიური დამბლის სათავე შიშია. ჩვენ გვეშინია ცვლილებების, შედეგების და განსაკუთრებით ჩვენი და ჩვენთვის ახლობელი ადამიანების სიცოცხლეზე პასუხისმგებლობის აღების. სწორედ ეს შიში გვაიძულებს, აქტიურ მონაწილეებად კი არა, შორეულ დამკვირვებლებად გვაქციოს. მაგრამ როდესაც კატასტროფა ხდება, ყველა ერთსა და იმავე კითხვას სვამს. რატომ აინდა-მაინც მე? პასუხი მარტივია, რადგან როდესაც არჩევანი იყო მოგესმინათ სიმართლე ან დისტანცირებულიყავით, თქვენ შორს დგომა აირჩიეთ. როდესაც მოქმედების შესაძლებლობა ჯერ კიდევ გქონდათ, შეგეშინდათ, გადადეთ და შემდეგ სიმართლე ხალხს არ გადაეცით. პრობლემა ის არ არის, რომ გადაწყვეტილებები არ არსებობს. კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ცოდნა და ტექნოლოგიები უკვე არსებობს.
მაგრამ იმისათვის, რომ ეს მოხდეს, ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. ეს თითოეული ჩვენგანის პირადი პასუხისმგებლობაა. სხვა არავინ არსებობს. თუ ჩვენ არ ვიმოქმედებთ, არავინ გააკეთებს ამას ჩვენს მაგივრად.